საოცარი სახლია. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ წავკეშის სახლი. მიწის ფართობი გვაქვს 1100 კვადრატული მეტრი, სახლის კვადრატულობა არის 300 კვადრატულ მეტრამდე. გარე სივრცე უნდა აღვნიშნო. მოკლედ ორი ნაწილია, ერთი საზაფხულო, ორივე გამწვანებული, მოვლილი, ნერგებს ალბათ შეამჩნევთ, აუზე გაუმახვილებთ ყურადღებას და აქვს კიდე მეორე მხარე, საიდანაც მთელი თბილისი ზუსტად ხელის გულივით ჩანს და არის ძალიან ლამაზი. ეხლა მოდით ამ კარიდან შევიდეთ, რეალურად ცენტრალური შემოსასვლელი აქვს სხვა მხრიდან დრონის კადრებში ხილავთ თქვენ. ეხლა კი მე შევალ პირდაპირ სამზარეულოში. ყველა დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. მესაკუთრე ვინც არის ამ სახლში, ზოგადად ანიჭებს ბუნებრივ მასალებს, ძალიან დიდ მნიშვნელობას, ამიტომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, არის ხე, არაფერი არ არის MDF-ი და არის მაღალი ხარისხის. გამორჩეულია ასევე მისი ინტერიერის სკამზე გავამახვილებდი ყურადღებას მოსასვენებელ სივრცეზე, აქვე დევს ჩემი საყვარელი ტრამალის მგელის წიგნი და რა თქმა უნდა, ბუხარცაც მივაქციოთ ყურადღებას. სამზარეულოში იმას არ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩაშენებული, რაც კი შეიძლება ადამიანის გუნებაში იყოს. ნახეთ, აქედან არის თავარი შემოსასვლელი. ეს არის ხედი, არაჩვეულებრივი, წინა ეზოც გვაქვს, ანუ კიდევ არის დამატებით ეზო. ხეთს გაჩვენებთ უკვე მეორე სართულიდან. ნახეთ, კიდევ მისაღებ სივრცეზე გავამახვილებ ყურადღებას. კიდევ ერთი ძალიან ლამაზი მაგი და არ ვიცი, ინტერიერში ეს დეტალები ძალიან დიდ როლს თამაშობს. საძინებლების რაოდენობაც საკმაოდ ბევრი არის. სულ რაღაც ორი ადამიანი ცხოვრობს ამ სახლში, შესაბამისად ნახევარზე მეტი საძინებლები არის პრაქტიკულად გამოუყენებელი. ეს არის ერთი სასტუმრო, სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი. აქეთ კი გვაქვს საკუჭნაო ოთახი. ეხლა მე მინდა რომ გადავინაცვლოთ მეორე სართულზე, ვიტყვი რომ არის ძალიან ნათელი სახლი, თბილი და არ ვიცი, საოცარი აურა და ენერგია. ეს უჯრედზე არის რა თქმა უნდა ფანჯარა, ზოგადად ნათელი ფერებია თითქმის ყველგან გამოყენებული. ეხლა კი პირდაპირ შევიდეთ საძინებელში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ამ სახლის სავიზიტო ბარათია. სანამ იქით სივრცეში გადავალ, ვიტყვი რომ არის მასტერი. ანუ როგორც კი შემოდივალ, გვაქვს დიდი საგარდირო სივრცე და ასევე თავისი სველი წერტილი ბუნებრივი განათებით. ეხლა კი წამომყევით. უბრალოდ წამომყევით. გეტყვით, რომ ამ ხარესაც გავდივართ აივანზე და ზოგადად აივანი სახლს მეორე სართულზე მთლიანად წრეზე აქვს, ანუ ყველა ოთახიდან გავდივართ, მაგრამ ესაც ეხლა რასაც განახებთ, ეს არის უბრალოდ ჯადოსნობა. გაბრძანდით და დატკბით ამ სილამაზით. აქ არის სივრცე. როგორც მესაკუთრე მითხრა, მის საყვარელი ადამიანები, როდესაც მოდიან აქ ხშირად თამაშობენ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, ასევე მიირთმევენ საყვარელ სასმელს და აქედან ვეტკბებიან ამ საოცარი ხედით, მაგრამ მე ახლა გაგიყვანთ აივანზე, ვერანდაზე უფრო სწორედ. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე შეგიძლიათ, რომ მრავალი